გამარჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არიცით, მე ვარ ტაროლოგი ეზოთერიკოსი, ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე, ან ზოგადად რა ინფორმაციაც წამოვა ამ თემასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ თქვენი მხრიდან მოხდეს ენერგობალანსირება და არ იყოს მინუსის მდგომარეობაში, მნიშვნელოვანი არის ჩემი არხის გამოწერა თუ გამოწერილი არ გაქვთ, მოწონება, კომენტარი, გაზიარება, აქტიურობა თქვენი მხრიდან რომ მოხდეს ენერგიის ბალანსირება. პირველი ვარიანტის წარმომადგენლები თითო ვარიანტზე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითო ადამიანი. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მეორე ნახევარი, გაშლა არის უნივერსალი, რა მომენტიდანაც ნახავთ, იმ მომენტიდან არის თქვენთვის აქტიური. მათ ვისაც გინდათ პირადი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ან ნებისმიერ მიმართულებით, შეგიძლიათ მომწეროთ არსებული Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. სამი ვარიანტი, სამი სიტუაცია, სამი ადამიანი, ხო? პირველი, მეორე, მესამე. მათ ვისაც უფრო მეტი დრო გჭირდებათ, რომ გააკეთოთ არჩევანი, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რაც შემიძლია თქვა, რამდენად ხშირად ფიქრობს არსებული ადამიანი თქვენზე, ისიც როგორი მომენტის სიტუაციას აჩვენებს, რო გითხრა, რომ მაინც და მაინც ახლა რაღაცა ძალიან ისეთი აქტიურ ფაზაში არის თქო და სულ შენზე ფიქრობს თქო, მსგავს შემთხვევაში ყოველის თქმა გამომივა, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი რაღაც მომენტში თითქოს გადაართული არის სხვა საკითხებზე, ცდილობს რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს. აი ის რომ სულ თავში ყავდე და თავში ჰქონდეს შენზე ფიქრები, ეს რაღაცას არ მიჩვენებს. არსებულ სიტუაციაში და არსებულ რეალობაში პიროვნება არის ძიების პროცესში, საკუთარი თავის გარკვევის პროცესში, რა უნდა, რა მიმართულებით წავიდეს, რაც შეიძლება იყოს უკეთესი, რაც შეიძლება იყოს მისთვის ცუდი. ახლა ამ ადამიანს აქვს არსებულ პერიოდში გააზრების, გადახარისხების, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი, ხო? შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში უმჯობესი იქნება თუ ამ ადამიანს რაღაც დროს მისცემთ გარკვეული კუთხით, რომ საკუთარ თავში გაერკვას, ჩამოყალიბდეს, გაიაზროს, ხო? თუ სიტყვაზე ურთიერთობა გაწყვეტილი არის და თქვენ შორის აღარანაირი სახის კავშირი არ არის, არსებულ რეალობაში ვეტყოდი ესეთ რაღაცას, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეული სახის კულმინაციის მომენტიც არის, ხო? ანუ ეს არის გარკვეული სახით რაღაცაი შეჯამების პერიოდი, სიტუაცია, როდესაც შეიძლება ითქვას გარკვეულწილად უკვე დამთავრებულიც არის არსებული რეალობა. ეს რაღაცა ცხოვრებისეული ერთი ეტაპი, ერთი ფურცელი ჩახურეთ, გააგრძელებთ და ისევ იქნებით იმ სიტუაციაზე წრიულ მდგომარეობაში, სადაც გინდათ რომ იყოთ, თუ უბრალოდ გაუშვებთ და მიუშვებთ სიტუაციას ისე როგორც არის, ეს უკვე თქვენი არჩევანი არის. დამიწერეთ პირველი ვარიანტის სიტუაციაში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული რეალობა. პირადი კონსულტაციების შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში, მე კი უკვე დავიწყებ მეორე ვარიანტს. ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე. არსებულ სიტუაციაში რაც შემიძლია თქვა, ეს არის მისთვის გამოღვიძების პერიოდი, ხო? იმიტომ რომ თუ აქამდე არ ქონდა ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში ისეთი აქტიურობა, ისეთი ყურადღება, როგორც საჭირო იყო, ან თუ რაღაცა მომენტში პაუზის თემა გაქვთ, უახლოეს პერიოდში სიტუაციების დასტაბილურების შანსები არის. უფრო მეტად შეიძლება გააქტიურდეს ეს ადამიანი, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს შენთან მიმართებაში. იცი როგორი მომენტის ტიპაჟის ადამიანი არის? აი რაღაცა მომენტებში ან ძალიან გადმორთული არის შენზე, ძალიან გააქტიურებული არის, მეორე მომენტში საერთოდ მიძინებული არის. პირდაპირ მნიშვნელობით სასტორის პრინციპს აჩვენებს, ხო? აი აიწონა და აიწონას მდგომარეობას ხან იქით არის, ხან აქეთ არის. ეს არის ადამიანის კატეგორია, რომელიც ბოლომდე პროგნოზირებადი არ არის, ბოლომდე ვერ გამოიცნობს მის ხასიათებს, როდის რა შეიძლება ეწყინოს, როდის რა შეიძლება გაუხარდეს. მე ეს ტიპაჟის ადამიანებს, ძირითადად უჟმური ტიპაჟის ადამიანებს ვეძახი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ისეთი არის, აი ვერ გავუგებ ბოლომდე რა ესეთი ტიპაჟის ადამიანი არის. არსებულ რეალობაში ხშირად ფიქრობს თუ არა თქვენ ამ მდგომარეობით და ამ სიტუაციით, ვიტყოდი რომ კი, რაღაცა მომენტ შეიძლება ითქვას შენით ეძინებს, შენით აღამებს, ათენებს აღამებს, უბრალოდ ეხლა აქვს რაღაცა ის სტაბილურობის შენაჩუნება, ურჩევნია რომ რაღაც განზე გამდგარ სიტუაციაში იყოს, იმდენად არის აქტიურად, ანუ ეს მისთვის არის როგორც გადახარისხების პერიოდი, ესე ვიტყოდი, მაგრამ ხშირი ფიქრის მდგომარეობა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს აქვთ. ასეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული სიტუაციები, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა, რამდენად ახლოს იყო, მე კი უკვე გადავალ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლების შემთხვევაში, რამდენად ხშირად ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება,
დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ ისეთი ამაყი ტიპაჟის კატეგორია არის, საკმაოდ თავისებური ხასიათები, ეგოისტი ტიპაჟის კატეგორიაც არის. რო გითხრა, რომ მაინც და მაინც ძალიან ისეთი აქტიურ ფაზაში არის თქო შენზე ფიქრებით, სლად ესეთ რამეს ვერ ვიტყვი, უფრო მეტად ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არის ფანტაზიების მდგომარეობაში. თავისივე რაღაც სამყარო აქვს თითქოს შექმნილი, თავისი ხედვები აქვს, თავისი მიდგომები, შენ მის პოზიციას უნდა მოერგო, ან მოერგები და მიიღებ ის რეალობას და იმ კუთხით როგორიც არის, ან საერთოდ ვერ დალაგდებით, ვერ შევწყოთ. აი რაღაც ესეთი დამოკიდებულება არის. დედამიწა მის გარშემო ტრიალებს, აი ესეთი ადამიანის კატეგორია არის, ხო? არსებულ სიტუაციაში ვიტყოდი, რომ ფიქრები აქვს, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც შენ მას ეთანხმები, როდესაც მას მხარს უჭერ, როდესაც მას ბიძგს აძლევს, სტიმულს აძლევს. შენ მისთვის ხარ როგორც ერთგვარი საყრდენი მიმართულების მიმცემი რაღაც რთულ სიტუაციებში. როგორც გაუჭირდება ამ ადამიანს, ავტომატურად შენ ახსენდები და შენსკენ გამოიქცევ, ან შეიძლება დახმარება გთხოვოს, ხო? ასე რომ არსებულ რეალობაში ახსენდები, მაგრამ აქ უფრო მეტად არის მომხმარებლური დამოკიდებულება, ესე ვიტყოდი მესამე ვარიანტის შემთხვევაში. კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ესეთი ადამიანი რეალურად. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაცია. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Facebook-ის არსებულ გვერდზე ან Instagram-ზე. ასევე წიგნის შეძენასთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.